როგორც ირკვევა, ესე იგი დრიკუს დუპლესი საშუალო წონის ჩემპიონი არის ტრავმირებული. შესაბამისად, ხამზატი პოტენციური მეტოქის გარეშე რჩება. აიო ბოჰალიომ გადაწყვიტა, რომ თავისი დაუმარცხებელი სერია საკმარისია იმისათვის, რომ დროებით ქამარზე შეხვდეს ხამზატ ჩიმაევს და პოტენციურად იყოს ამ წონის ჩემპიონი. დაიწყო პოსტების გამოდება კაირო ბოჰალიომ და შემოგთავაზა ესეთი რაღაც. დროებითი ქამარი ცხადია, ხო? რაზეც არ დაგავიწყდეთ ბიჭებო, მე მზად ვარ. ესე იგი, ბოლო 4 რუსი ჩემს რეზიუმეში და ახლა ამ შემთხვევაში არ იქნება განსხვავებული, ესე იგი აბუს მაგომედოვი, მახმუდ მურადოვი, არმენ პეტროსიანი, გაჯი უმარ გაჯიევი. ახლა არ იქნება განსხვავებული, ანუ მხედველობაში აქვს ხამზატ ჩიმაევი. ბოჰალიო გვატყობინებს, რომ კიო, ხამზატმა თქვა კიო და ერთ-ერთი რამ, რაც ახლა აზრს მოკლებული არ არისო, არის ის, რომ გახადოთ ქამარი დროებითიო. და ეს ჩხუბი უფრო დიდი იქნება, ვიდრე ხამზატი რუსის წინააღმდეგო დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვებიო. შემდგომ უკვე ახლა ამას მოყვა ჩიმაევის Instagram story-ები, სადაც როგორც ირკვევა, მოდესღაც ეს ორი ადამიანი იყო ერთმანეთის sparring პარტნიორი და ხედავთ, მე რას ფიქრობთ, უნდა შედგეს თუ არა ეს ბრძოლა და ნუ ახლა აღარ ჩავალ ტაქტიკურ და ტექნიკურ განხილვაში, მე ვინც არ უნდა იყოს ჩემი აზრით ხამზატის წინააღმდეგ, მოკლედ გონია ხამზატი ყველას დაამარცხებს რა.